ვაშა. ეთერშია გადაცემა ფიზკულტ ვაშა. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ თქვენ ახლა ძვირფასო ტელემაყურებლებო თქვენს თვალებს ავარჯიშებთ გადაცემა ფიზკულტ ვაშას ყურებაში. ხოლო ჩვენი ძვირფასი სპორტსმენები ენერგიულად ავარჯიშებენ თავიანთ კუნთებს. იმისათვის რომ შემოგთავაზონ ყველაზე მხიარული, ყველაზე გასართობი და ყველაზე სპორტული თამაში ფიზკულტ ვაშა. მაშასა და მე წარმოგიდგენთ დღევანდელ ჩვენს გადაცემაში მონაწილე ადამიანებს. როგორც ხედავთ, დღევანდელი ფიზკულტ ვაშური გუნდი მთლიანად, სრულად და აბსოლუტურად დაკომპლექტებულია ტელეწამყვანებით. გაგაცნობთ მას, ესე იგი, მარცხნიდან მარჯვნივ. ეს გახლავთ თამუნა გომართელი, ნინო მეუნარგია, თიკო სადუნიშვილი და კონსტანტინე არველაძე. აპლოდისმენტები. ახლა რამდენიმე შეკითხვას თავისთავად ცხადია, მათ დაუსვამე, როგორ ხასიათზე ბრძანდებით? გენიალურად, ესე იგი, კარგად ვხდობთ საღამშვიდობის და ტელემაყურებლის მიზეზავნები და კარგი განწყობა მაქვს შესაბამისად. გამარჯვების იმედი თუ გაქვს? არა, საერთოდ არა. ხო არა, მე როგორც არასპორტული ადამიანი, დილის გამოხსნილ ვარჯიშებს თუ ვაკეთებ? არა, არასდროს არ გამიკეთებია. თიკო, როგორ ხასიათზე? არაჩვეულებრივ ხასიათზეა და გამშია და მინდა რომ ზოგადად შევჭამ. მინდა გითხრა რომ ამის საშუალება მოგეცემა, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ ხელების გარეშე ამას მოვახერხებ? ხრებით. ძალიან სერიოზული თამაში გოლდება კონსტანტინე, ერთადერთი მამაკაცი ხარ აქ მონაწილე ადამიანებს შორის, როგორი განწყობით? მე ვიცი რომ შენ სპორტული წარსული გაქვს. კი ბატონო, კი, მე ესე იგი ტანკისტი ვიყავი ომამდე. პრინციპში მე ვიცოდი რომ ტანკისტები ყოველთვის მხნე და ასეთი ბრგე ყმაწვილები იყვნენ. ის გადამჩენია გითხრათ რომ ეს ადამიანები სულ ყველანი აბსოლუტურად ასე ვთქვათ მომართულები არიან იმისათვის რომ გაიმარჯვონ. აი ასე უშიშრად ეკიდებიან ჩვენი ძვირფასი ტელეწამყვანები სპორტსმენის რთულ მისიას და მე მხოლოდ ერთი რამ დამჩენია. ერთი რამ გამოვაცხადო. ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო. რა უნდა გააკეთოთ ალბათ ხვდებით. ორი კითხვა მაქვს. ერთი, რა ჯიშის არის ეს ვაშა და მეორე გარეცხილია თუ არა? გარეცხილია, თავისთავად ცხადია, ჯიშს პრინციპში რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საერთოდ არ მიყვარს. მაშინ გაცილებით უფრო საინტერესო იქნება ამ ადამიანების მიერ ამ ვაშლის ჟამის პროცესის ყურება. მოემზადეთ, ახლა თვლას ვიწყებ. All that I crave. Oh, sweetness mixed with a kiss full of bliss. Can't resist. Tells me lies versus wise. Naughty eyes mesmerize. Ha ha. You know I don't mean maybe, baby. I just had to fall, and that is why I say, swing you dogs! პრინციპში მე მგონი შეგვიძლია უკვე გამარჯვებული გამოვაცხადოთ. ეს გახლავთ კოსტა არველაძე. აპლოდისმენტები. როგორ მოვახერხე ვაშლის ესე ჭამა? ხერხით. რომელიც ღონეს ჯობია? აუცილებლად. დადიოდი ვაშლების ჭამის კურსებზე? ვაშლების არა. აბა? კაცების. სულ ცოტა ხანში ჩვენ გადავალთ ჩვენს ორი თამაშზე. ნუ დაიშლებით ძვირფასო ტელეწამყვანო სპორტსმენები. შემდეგი თამაში ასეთი გახლავთ, ამას დავარქმევდი ხულიგნურ ფეხბურთს, ან ფეხბურთი ხულიგნური მანერით, ან რაღაც ამგვარს. იმისათვის რომ ძვირფასი ტელეწამყვანები არ დაიბნენ, მე ჩემით ვანახებ თუ რა უნდა გააკეთონ ამ კონკურსში. იმისათვის რომ ეს კონკურსი დავიწყო, უმჯობესია აი ჩემი ქუდი შევიტრიალო, რადგან გაშიახა საქმე გეტყვით. მე ცხვირით ვეცდები აი ეს ბურთი აი იმ ორ კარებში და ორ ძელს შორის, ანუ იმ კარებში გავიტანო. ამისათვის აი ასე წრეზე ნახეთ რას ვაკეთებ. Good enough for me. The way it was, that's the way it's got to be.
ну, ეხა პრინციპში მე შემეშალა დიდხანს, ესე იგი, ჩემი ბურთაობით თავს არ შეგაწყებთ და ამას გაცილებით უკეთესად ალბათ ჩვენი მონაწილე ტელეწამყვანები, ანუ ჩვენი სპორტსმენი ტელეწამყვანები უკეთესად მოახერხებენ, ვიდრე ამას მე ვახერხებდი და არავის არ დაავიწყდეს, განსაკუთრებით მათ გასაგონათმობ, ვინც ამ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, რომ დრო დანიშნულია და ვინც ყველაფერს ამას უფრო სწრაფად მოახერხებს, გამარჯვებულიც ის იქნება. პირველი ჩვენს კონკურსში მონაწილეობას მიიღებს თიკო სადუნიშვილი. მზადხარ თინათილი. მზადხარ. ფეხზე ადგომა შეიძლება? ფეხზე ადგომა იმ შემთხვევაში უბრალოდ რომ ბურთი უკან დააბრუნო, მაგრამ ხელის მოკიდება ბურთზე ფეხის და ცხვირის გარდა არაფერი. კარგი? შევტანხმდით? გაუშვათ დრო? 1, 2 და 3. წავიდეთ. All the good times that he had, even when the times were sad, was good enough for Granddad. Yeah, Dad. All the good times that he had, if they were good enough for Granddad, they're good enough for me. არის პირველმა მონაწილემ დაამთავრა თავისი გამოსვლა, რაც შეეხება დროს, სულ ცოტა ხანში გეტყვით რა ხანი მოანდომა ჩვენმა ძვირფასმა თიკომ ამ კონკურსის თავიდან ბოლომდე მისაყვანად. გმადლობთ, აპლოდისმენტები. შემდეგი მონაწილე იქნება ბატონი კოსტა არველაძე, გთხოვთ მასაც აპლოდისმენტები. მივესალმოთ. უმშვენიერესი კონსტანტინე, რომელიც უმშვენიერესად, ესე იგი, ახერხებს ბურთის კარში თუ რაც ქვია, ესე იგი, ამ ორ ძელს შორის გადარებას, როგორი ესენი არის გრძნობები, როდესაც ამას აკეთებ. ფანტასტიკური გრძნობა, ესე იგი შეიძლება ითქვას. მართლა? უღმესი მადლობა კოტეს, ახლა კი დაიკავე შენი ადგილი და შემდეგი გახლავთ ნინო მეუნარგია. როგორ გრძნობ, გამოგივა? არ ვიცი, ნერვიულობ, ნახოთ. როგორ ნერვიულობ, იმდენად რომ შეიძლება ამან იმოქმედოს შენს თამაშზე? შეიძლება. დარწმუნებული ხარ? უარყოფითად თან. უარყოფითად დარწმუნებული ხარ თუ უარყოფითად? ვიდან? მოემზადა? დავთვალო? მოიცა, დავთვალო? დავთვალო? ხო, ხო. 1, 2 და 3. წავიდა. Been to all kinds of places, been to every old foreign land. Ain't a man alive, shuck and jive, better than Granddad can, All the good times that he had, even when the times were sad. პრინციპში კი დასრულდა ეს რა თქმა უნდა, ესე იგი გათვალისწინებული იქნება ჟიურის შეფასების მიერ. უღრმესი მადლობა ნინო მეუნარგიას, უხარი აპლოდისმენტები. აი ასეთი სპორტული ტელეწამყვანები არსებობენ პირველ არხზე. თამარ გომართელი. თამარ მოემზადე თამარ. დრო მიდის. არის როგორც იქნა, თამუნა გომართელმა თავისი სოლო გამოსვლა დაამთავრა. უღრმესი მადლობა. ცოტა ხანში შეფასებებს შემოგთავაზებ. რა თქმა უნდა, ყველა კონკურსანტი შეფასდება შესაბამისი ქულებით. დიახ. მაშასადამე ამ კონკურსის შედეგები ასეთია: 4 ქულა კოსტას, 3 ქულა ნინო მეუნარგიას, 2 ქულა თიკო სადუნიშვილს, ხოლო 1 ქულა თამუნა გომართელს. შემდეგი კონკურსის, ასე ვთქვათ, თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ გაჭიმული თოკის ქვეშ ჩვენი ძვირფასი ტელეწამყვანები უნდა გაძვრენ ისე, რომ არ შეეხონ სწორედაც რომ აი ამ თოკს. იატაკს შეიძლება. იატაკსაც თუ არ შეეხებით, მე ახტოვანებული დავჭები და არა მარტო მე. და ესე იგი, ყველაფერთან ერთად არ დაგავწეთ, რომ დროც იქნება ჩართული. გამოგივათ? ალბათ. არა, ამაში მოვიგებ. მართლა? ნუ ესე მგონია. ჩვენიერი ესე იგი განწყობით ვიწყებთ და მოდი მაშინ შენ დაგაწყებინე.
მზად ხარ თამუნა? ნუ აბა რა, ჩემო. აბა, წავიდა. მოიცა, მე როცა გეტყვი, მაშინ იწყება დროის ატლა. დაწექი. შვენიერი რეზულტატია. აპლოდისმენტები თამუნას, დიდი მადლობა. კონსტანტინე, გელოდებით. ჩემზე ოდნავ მაღლა არ უნდა იყოს? ოდნავ მაღლა რატომ უნდა იყოს? ზუსტად იგივე ზომაზე. არა უშავს რა. კოსტა თავის ღიბზე მიუდიდებს. ეს გახდათ კონსტანტინე. აპლოდისმენტები კონსტანტინეს. ახლა კი ვთქვი რომ თამუნამ და კოტენ დაიჭირონ, ესე იგი მზად ხარ თმის ღერზე, ასე ვთქვათ, მინდა გითხრა რომ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება რო შეემოს. მზად ხარ? თიკო შენი ჯერის დადგა, მზად ხარ? მზად ვარ, წავედი? დარწმუნებული ხარ, რომ მზად ხარ? არა, წავედი. ეს გახდა თიკო. ხუხარი აპლოდისმენტები მას. მინდა გითხრათ რომ სულ ცოტა ხანში გაგაცნობთ, ესე იგი რეზულტატებს, იმიტომ რომ დრო დანიშნული იყო ყველა ადამიანისთვის და ზუსტად გვეტყვიან და შეგვატყობინებენ. მაშასალამე კონკურსის შედეგები ასე ჟღერს. 4 ქულა თიკო სადურიშვილს. აპლოდისმენტები. 3 ქულა კონსტანტინე არველაძეს. აპლოდისმენტები. 2 ქულა თამუნა გომართელს. აპლოდისმენტები. და 1 ქულა ნინო მეუნარგიას. აპლოდისმენტები. ძვირფასო დამსწრე საზოგადოებო, ძვირფასო ტელემაყურებლებო, დადგა დრო ჩემთვის ყველაზე საყვარელი და სანუკვარი კონკურსისა, რომელიც შემდეგში მდებარეობს. მაგის დრო კიდევ გექნება თამარ, ესე იგი ეს ტორტი გაიჭრება ახლა სულ ცოტა ხანში. დაანახეთ ტელემაყურებლებს ტორტი. ისეთი გემრიელი ტორტია, სხვათა შორის სახლში გამომცხვარი უგემრიელესი ხელის მიერ და ეს ტორტი გაიყოფა ზუსტად 4 ნაწილად და აი ძვირფასი ტელეწამყვანები ამ 4 ნაჭერის ასე ვთქვათ, შესანსვლას მოანდომებენ, ესე იგი გარკვეულ დროს, რომელიც თავისთავად ცხადია დანიშნული იქნება და რაც ყველაზე მეტად მთავარია, ხელების გარეშე უნდა მოახერხონ ეს. მე ესე იგი აი ესე საზეიმოდ გავჭრი ტორტს, 1 ნაწილი. ბოლომდე უნდა. შენ გინდა რომ ბოლომდე ჭამ? არა. მაგრამ მინდა გითხრა რომ ვიღაცა გამარჯვებული უნდა აღმოჩნდეს კონკურსში და შეჭამ? ბოლომდე ვერა. შენ? ბოლომდე. აი, ამაში არის საქმე. ჩემს დათვლაზე ჩაერთვება წამზომი, მე რა თქმა უნდა მოვეცლები ამ ადამიანებს და ვაცლი რომ კარგად ესე იგი მოახერხონ ეს, მაგრამ ცხადია ვერაფრით ვერ გამოვტოვებ ამ სასიამოვნო, ესე იგი სასიამოვნო საცქერელ ამბავს. დავთვალო, მზად ხართ? ერთად მითხარით, როგორ მზად ხარ? მზად ვარ. არიან მზად? 1 In the afterlife, you could be headed for the serious strife. Now you make the scene all day, but tomorrow they'll be held to pay. In the afterlife, you could be headed for the serious strife. Now you make the scene all day, but tomorrow they'll be held to pay. The people listen attentively, I mean about future calamity. I used to think the idea was obsolete until I heard the old man stamping his feet. Where eternally fire is applied to the body. Teeth are extruded and burned to ground and baked into cakes which are passed around. In the afterlife, you could be headed for the serious life. Now you make the scene all day. პრინციპში თიკო მოდი დააბრუნე ტორტი და მე ესე იგი მე კარგად მახსოვს ვისი ნაწილი, ესე იგი მოდი თან ისე შევატრიალოთ რომ ტელემაყურებელმაც დაინახო. აი ეს ნაწილი რომელიც ყველაზე მეტად არის შეჭმული, გახლავთ თიკოსი, აქეთ კოსტასი. იცით რა არის, მე ასე ვიტყოდი რომ 4 ქულა ალბათ, ესე იგი გამარჯვებულის 4 ქულა გაიყოფა 2-ზე.
იმიტომ რომ ორმა ადამიანმა მოახერხა თითქმის ერთნაირად შეეჭამათ, ხოლო თქვენ ქულებთან დაკავშირებით, ესე იგი სულ ცოტა ხანში შეგატყობინეთ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს გახდა ჩვენი თამაშის, უბრალოდ ჩვენი გადაცემის ბოლო თამაში და ერთიანად დავაჯამეთ ქულებს და ერთიანი რეზულტატით სულ ცოტა ხანში დაგემოვიდეთ. ადგა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი, უნდა გამოვაცხადოთ დღევანდელ ჩვენს გადაცემაში გამარჯვებულები, ანუ ქულები დაჯამდა და აი ამ ამბავს უხარია მოდისმეტებით მივესალმოთ. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტური გამარჯვებული დღევანდელ გადაცემაში გახლავთ ბატონი კოტე არველაძე, ესე იგი მას 15 ქულა აქვს. აპლოდისმენტები, ეს თქვენ ვიფასო, ესე იგი გამარჯვებულისთვის დაწესებული უმშვენიერესი რამ გახლავთ, ეს არის სინემატოგრაფ. ესე აწერია, ძალიან საინტერესო რამ არის, საფშით დაათვალიერებს სლაიდებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეორე ადგილი დაიკავა თიკო სადუნიშვილმა, რომელსაც 13 ქულა აქვს. აპლოდისმენტები. მესამე ადგილზე გავიდა ნინო მეუნარგია 8 ქულით, ხოლო 6 ქულით ბოლო, მაგრამ მეოთხე ადგილზე იმყოფება თამუნა გომართელი. აპლოდისმენტები ადამიანს და მათთვის მე მაქვს დაწესებული ესეთი წამახალისებელი პრიზი. მოდით თქვენ ეს არის ტელეღიპუცები, ფერები თქვენ გადაწყვიტეთ, ესე იგი მოთმინა მოგცემთ სათითაოდ. აი მწვანე ვიცოდი, იასამის ფერი. შენც მწვანე. მე ვიცოდი რომ ყოველთვის რაღაცა უნდა შემხვედრო და ეს ერთ წალი მე მექნება, იმიტომ რომ ესე იგი ამ ტელეღიპუცასთან ერთად მე პორტიც იდამჭა, მინდა გითხრათ. მოდით სულ ყველანი ერთად ესე იგი დავემშვიდობოთ ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს, ჩვენ რა თქმა უნდა შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ ორშაბათს გადაცემაში ფიზკულტ ვაშა და აი ეს ტორტი მეც მინდოდა სულ.